და სხვა კერძები მანჰეტენზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქართულმა პლასტიკურმა ქირურგმა ნიუ-იორკში პროფესია შეიცვალა და საკუთარი რესტორანი გახსნა. Oda House ვასილ დაბრუნდაშვილი და დავით ნატროშვილიც სტუმრობდნენ. Oda House ქართული რესტორანი მანჰეტენზე. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ქირურგ მაია დვალაძეს, რომელმაც როგორც ამბობენ, დანას მიმართულება შეუცვალა და ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა კულინარიაში, როგორც მედიცინაში იყო. ასე ქართულ კერძებს ყოფილი პლასტიკური ქირურგი მანჰეტენზე უცხოელი სტუმრებისთვის ამზადებს. აქ კვირის ბოლოს თითქმის ყველა მაგიდა დაჯავშნულია. ის გამოც Oda House-ის შეფმზარეულს შემთხვევით შემოსული სტუმრების უკან გაბრუნება უწევს. მაია დვალაძე ამბობს, რომ მისი რესტორნის წარმატების საიდუმლო გემრიელ ქართულ კერძებსა და მისაღებ ფასებშია. კულინარის სკოლში დავამთავრე და გავხდი პროფესიონალური შეფი. მე დავიწყე მუშაობა ჯერ პრაივეტ შეფად, მე დავიწყე მუშაობა მარივანაში და მე გადავწყვიტე რომ გაგვეხსნა ეს რესტორანი, მე და ბექამ გავაკეთეთ ეს აქ შუა მანჰეტენზე და ფაქტობრივად ყველა იყო ჩვენი წინააღმდეგი, რომ არა, ვინ იცის ხაჭაპური, ვინ იცის შაქაფული, ვინ იცის საქართველოს. რესტორნის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. გახსნიდან წელიწადი და 4 თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სახელი მთელს ნიუ-იორკში გაეთქვა. შუა მანჰეტენზე მდებარე ქართულ რესტორანზე გავლენიანი ამერიკული გამოცემები წერენ. New York Times-ის თავიმაუთმა ჩემი აჭარული ხაჭაპური 100 საუკეთესო დიშის კერძს შორის დაასახელა. ქართულ ტრადიციულ კერძებს მანჰეტენის ცენტრში მიმდებარე რესტორანში ქართული ღვინო და მუსიკა ამშვენებს. ადგილობრივები და ტურისტები ქართულ რესტორანს მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად აკითხავენ. სტუმრები ამბობენ, რომ ქართულ კერძებს რეკომენდაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ რესტორანში ჯანსაღი პროდუქტით მიერ დამზადებულ საკვებს მივირთმევ. ყველაფერი ძალიან გემრიელია. მე ამ ადგილის შესახებ ჩემს მეგობრებს ვუყვები. აქ ყველაფერი მშვენიერია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მანჰეტენზე, Oda House-ში აჭარული ხაჭაპური ყველაზე მოთხოვნადი კერძია. გარდა ამისა, აქ შემოსულ მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ქოთანში ლობიო და რაც ყველაზე მთავარია, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ასევე ქართული ღვინოც. გაგვიმარჯოს. სპორტი და კულტურა რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ. გიგანტური შადრევნები და ლაზერ შოუ თბილისის ცირკში. მხოლოდ ჯანმრთელი თმა შეიძლება იყოს ნამდვილად სქელი. სხვა პროდუქტები მხოლოდ დროებით მოცულობას გვთავაზობენ. სადეთ პანტენი სქელი და ძლიერი. პანტენ პროვის ფორმულა თმას მთელ სიგრძეზე აღადგენს და მას შესამჩნევად უფრო სქელსა და ძლიერს ხდის. შესამჩნევად სქელი თმა, რომელიც დიდხანს გაგყვებათ. პანტენი სქელი და ძლიერი. მაცივარი, შარფი, ფასი 749 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. ექსკლუზიური აქცია ვისოლ ჯგუფისგან. შეიძინეთ 30 ლარის ნებისმიერი ტიპის საწვავი ვისოლში. მათ შორის ყველა დროის ყველაზე მაღალი ხარისხის ეკოპროდუქტები და მიიღეთ 10%-იანი ფასდაკლება სმარტში 20,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე. ამასთან გაატარეთ იუნიკარდი ვისოლსა და სმარტში. აქცია გრძელდება 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით. ხარისხი დეტალებში. თქვენი გემრიელი არჩევანი. 5-დან 19 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ტარდება. მიაწოდე ინფორმაცია საქსტატის წარმომადგენელს. მიიღე მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში. დაგვიღე კარი. თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია. გავიგოთ რამდენი ვართ. საქსტატი. შუახნის ასაკს რომ მიაღწევ, შესაძლოა რაღაც პრობლემები გაგიჩნდეს. ჩემს მანქანას მექანიზმის გაწმენდა სჭირდება. მე პროსტამოლი. შარდის პრობლემები გაქვთ? პროსტამოლ უნო. ეფექტური პრეპარატი ორმაგი მოქმედებით აფერხებს პროსტატის ზრდას და აწესრიგებს შარდვას. პროსტამოლი. პრეპარატი მამაკაცებისთვის. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა მთელი რიგი პროექტები. დაცვის პოლიციის თანამშრომლებისთვის შეიქმნა უნიფორმის ახალი დიზაინი. ასევე უნიფორმა გამოეცვალა უბნის ინსპექტორებს. მიგრაციის სამსახურის ფარგლებში
დასრულდა არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრის მშენებლობის პროცესი. კეთილ მოეწყო მიგრანტთათვის საცხოვრებელი ოთახები. ცენტრის შემოგარენში განთავსდა ბავშვების გასართობი პარკი და კალათბურთის მოედანი. გარემონტდა დროებითი მოთავსების იზოლატორები. ახალ სტანდარტებზე გადავიდა ოპერატიულ სამორიგეო საქმიანობის სამსახური. შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით კანონში მიღებული ცვლილებების შედეგად 90%-ით შემცირდა როგორც ეგრეთ წოდებული კრაკადილის, ასევე ბიოს მოხმარება. მიმდინარე წელს რეგისტრირებული იქნა 15064 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 9100. წინა წელთან შედარებით დანაშაულმა 17.9%-ით იკლო. მოხდა საერთაშორისო ნარკოტრანზიტის საქმის გახსნა და უპრეცედენტო რაოდენობის 3 ტონამდე თხევადი ჰეროინის ამოღება. მუდამ ქვეყნის სამსახურში შინაგან საქმეთა სამინისტრო. გაწუხებთ მუცლის შებერილობა. ეს პომიზანი ამცირებს გაზების რაოდენობას ნაწლავებში და გმატებთ თავდაჯერებულობას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიპს. ხმაურიან და შებერილ მუცელს ეს პომიზანი უშველის უწევ. სმაილი ხურავს ტექნიკის ბაზარს. პლანშეტები 99 ლარიდან. მიშველეთ რა რამე, მთელი დღეა გადარბენაზე ვარ და გარეთ მომიწია ჭამა, ძალიან მაწუხებს. მე დაგეხმარებ. მე ვიცი რაც გჭირდება. მე გამოცდილი საშუალება მაქვს. მე კი თანამედროვე მედიკამენტი, უფრო ეფექტური. მეზიმფორტე, გამოცდილი და ეფექტური. მეზიმფორტე გაგიადვილებს საჭმლის მონელებას და მოგიხსნით სიმძიმის შეგრძნებას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიმს. ქრონიკა განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. მსოფლიო უკვე შეთანხმდა, რომ ფიზიკური აქტივობა პირდაპირ აისახება დაავადებების შემცირებაზე. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია საქართველოს აქტიურად იწყებს. სპორტის სიცოცხლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ სახელწოდების ბროშურის პრეზენტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა. სახელმწიფო სტატისტიკისა და სხვადასხვა სფეროში განხორციელებული კვლევების ანალიზი საქართველოში დაავადებების სიხშირის პროგრესულ მატების ტენდენციას ადასტურებს. ყოველწლიურად იმატებს თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რაოდენობა, რაც 10-ჯერ აღემატება სპორტისა და ფიზიკური აქტივობით დაკავებულ ადამიანთა რიცხვს. ეს მონაცემები შემაშფოთებლად მიიჩნია სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც. ამ კვლევის მიზანი იყო, რომ გვეჩვენებინა, რომ ერთ-ერთი უპირველესი ისტორიად ამ რისკის შემცირების არის ფიზიკური აქტივობა და სპორტი. ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელს უწყობს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ მოსწავლეების შემდგომ ასევე აკადემიურ განვითარებასაც. ბოლო მონაცემებით არაგადამდები დაავადებებით ყოველწლიურად მსოფლიოში 36 მილიონი ადამიანი იღუპება. ასეთია 2014 წლის არაგადამდები დაავადებების გავრცელების ტენდენციების გრაფიკული მაჩვენებელი. ჩვენ რეგულარული ფიზიკური აქტივობის შედეგად შეგვიძლია მოახდინოთ პროფილაქტიკა მთელი რიგი დაავადებების, ისე როგორც მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი, სარძევი ჯიქვის სკიბო, სწორი ნაწლავის სკიბო და მრავალი შაქრიანი დიაბეტი და სხვა და სხვა. დაავადებების თავიდან ასაცილებლად ყველაზე მარტივი და იოლი გამოსავალი ფიზიკური დატვირთვაა, თუნდაც 5-წუთიანი ვარჯიში. არიან თუ არა უფრო ჯანმრთელები სპორტსმენები სხვა დანარჩენებთან შედარებით და რა მოსაზრებები აქვს მშობლებს შვილების ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით? მე ვარ ფეხბურთელი, ვარჯიშობ რეგულარულად, ამიტომ დაავადებების ნაკლებად ხდება და ვთვლი, რომ სპორტი ჯანმრთელობა. აუცილებელია სკოლებში იყოს სპორტ დარბაზები, რათა ბავშვების ჯანმრთელობისთვის ვფიქრობ, რომ საჭიროა. შეხვედრაზე განათლებისა და სპორტის უწყებები ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. სპორტის შემდეგ კულტურა, უცნობის კონცერტები გრძელდება, ისევე როგორც პირველი გამოჩენა დაბრუნებაც რუსთაველის თეატრში გადაწყვიტა. ხვალ მუსიკალურ სპექტაკლს უცნობითაია მესამეც წარმოადგენენ. რატომ გადაწყვიტა უცნობმა ბილეთის ფასის დაწევა და რისი თქმა სურს მაყურებლისთვის, ახალი სპექტაკლით ნახეთ სალომე შანშიაშვილის რეპორტაჟი. პროექტის განხორციელება უცნობმა იდეის გაჩენიდან 4 წლის შემდეგ შეძლო. პრემიერა 24 და 25 სექტემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართა. ორი წარმატებული წარმოდგენის შემდეგ მაყურებლის თხოვნით ხვალ სპექტაკლს უცნობი ტაია კიდევ ერთხელ ითამაშებენ. კარგი გამოხმაურებაც ჰქონდა ამას, ვინც ნახა.
მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც ვისაც არ უნახია და ისი აკეთებენ ხოლმე კომენტარებს. რას ვიზავთ, საქართველოა და ესეც ხდება ხოლმე. დაბრუნდა იმისთვის, რომ წლების მანძილზე დაგროვებული სათქმელი თქვას. უცნობი ამბობს, რომ ბევრი დაგროვდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანს რისი თქმაც სურს, ერთ მოკლედ წინადადებაში ატევს. თავარი სათქმელი მაინც არის სიყვარული, რომელიც ალბათ უნდა გადარჩეს. გია ყანჩელის და უცნობის ერთობლივ პროექტში უცნობი ტაია 3D ფორმატის ეფექტებია გამოყენებული. სპექტაკლის თანამედროვე ტექნოლოგიებით გაფორმება საკმაოდ ძვირი დაჯდა, რაც ბილეთის ფასზეც აისახა. შეძლების დაგვარად გავაიაფეთ ბილეთების ფასიც, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველა საქართველოში მცხოვრები მოქალაქისთვის. ხვალ საღამოს 8 საათზე რუსთაველის თეატრში მუსიკალურ სპექტაკლს უცნობი ტაია ამ თვეში უკანასკნელად წარმოადგენენ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სეზონის გახსნამდე გამოჩენილი ქართული და უცხოელი